ვიცით, როდესაც ღმერთი შვილს არ გაძლევს, შენი სარწმუნოება გამოიცდება, როგორი ერთგული ხარ ღმერთის, როგორ გიყვარს ღმერთი. უღალატებ მას, ცოდვისკენ მიიდრიკები თუ არ უღალატებ მას და დღეს უკვე ერთი პატარა გადახვევა გამომევიდა და ამასაც შევეხები ამ საკითხს. დღეს უკვე თანამედროვე ცხოვრება, ტექნოლოგიური განვითარება, სამედიცინო თვალსაზრისით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად მოხდეს ჩასახვა, განაყოფიერება. მაგრამ ეს ხელოვნური განაყოფიერება, ეს არის, რა თქმა უნდა, ცოდვა. რატომ არის ცოდვა? განაყოფიერებული ემბრიონი, რომელიც 10-ია პირობითად, შეიძლება 6 იყოს, 7 იყოს, თუნდაც 3 იყოს. ერთი გამოიყენეს, დანარჩენები სად მიდის? ხომ არ კლავენ, ხომ არ იშორებენ, ხომ არ აგდებენ ურნაში შენ საკუთარ შვილებს. და როგორ იქნები ბედნიერი, როდესაც ერთი ცოცხალი არსების გამო 2 მოკალი ან 7 მოკალი, შენი საკუთარი შვილები, შენი გენეტიკის მატარებლები, ისინი ურნაში აღმოჩნდნენ. ასე რომ ეს ცოდვა არ მოგასვენებს არასდროს. ამიტომ ვამბობ, რომ გამოიცდება შენი მოთმინება და თუ კი ერთგული აღმოჩნდები ღმერთის და თუ კი ზურგს არ შეაქცევ მას, არამედ გამოიყენებ იმ ერთადერთ მექანიზმს, შეიძლება ასე ვთქვათ, ერთადერთ მეთოდს, რომელიც არის უსწორესი, ლოცვა და ბედრება, რომ ღმერთმა გაჩუქოს შვილი. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ შენი სარწმუნოება არის შესაბამისობაში მოყვანილი შენს ლოცვასთან ერთად, მაშინ მოგეცემა შვილი. და რომ მოგეცემა შვილი, იქნები უბედნიერესი ადამიანი, უბედნიერესი. და ეს შვილი კიდე როგორი იქნება, ეს უკვე მომავალი გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული აი ასეთი ნაყოფი დიდი პიროვნება გამოვა.